საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახლა მოლოდინის რეჟიმშია რა ნაბიჯები გადაიდგმევა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც მეგობარი აქტის საფასუხოდ საქართველოს პარლამენტში მიღებულ განცხადებას ეხებოდა. ოპოზიცია ამ განცხადებას მტრულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება რუსეთიდან არის მართული, რაც ამ განცხადების შინაარსმაც დაადასტურა. საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული მეგობარი აქტის პასუხად 11 გვერდისგან შემდგარი განცხადების პროექტი 87 ხმით ერთხმად დაამტკიცა. პარლამენტის ცრუ ბრალდება დაფასებს იმ სამ ძირითად საკითხს, რომელსაც მეგობარი აქტი ეფუძნება. მათ შორისაა დემოკრატიის უკუსვლა, ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა და არასათანადო კავშირების დამყარება რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. მე დარწმუნებული ვარ და დარწმუნებულები ვართ ჩვენ, რომ ეს აქტი აუცილებლად გავა ბოლომდე. საქართველოს ეყოლება მეგობრები და ერთ-ერთი მთავარი მეგობარი იქნება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ აქტს მოყოდა, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ეს ყველაფერი უფრო მეტად ბიძგს მიცემს დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ხადად ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ექნება არანაირი კავშირი ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმთან. მათი რეაქცია არის სასოწარკვეთილების ძალიან მძაფრი გამოხატულება, იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდევ 20 იანვრის შემდეგ ელოდებოდნენ მათთან საქმის დაალაგებას, მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი მცდელობა და დღესაც აქვთ ეს მცდელობა, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და ახლა ეს ყოველი მათი განცხადება, რა თქმა უნდა, არის უბრალოდ სასოწარკვეთილების გამოძახილი. პარლამენტის განცხადება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არ არის არანაირ მეგობარ აქტის საფასუხო განცხადება, ეს არის რუსეთის დავალება, რუსეთის დავალებით თვით გამოცხადებული პარლამენტის მიერ უკვე ოფიციალურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალზე უარის თმისთვის მზადების პროპაგანდისტული ეტაპი. საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მტრული აქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ინტერესებს, ამავდროულად შეურაცხყოფელია. სულ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტობრივ ტყუილებზე, რომელიც ამ აქტში არის მითითებული, პირდაპირ საუბარია მაგალითად USAID-ზე, რომელმაც სტრატეგიები უნდა შექმნას თურმე საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის ორგანიზაცია, რომელზედაც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, რომ თაღლითური ორგანიზაციაა. ამ აქტს არავითარი დაატვირთვა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ნიუსის გაშვების შესაძლებლობა ნაცმოძრაობის ტელევიზიებში, გაკეთდეს ადგილობრივი აგენტურის მიერ კომენტარები, ან უცხოეთიდან დიპსტეიტის მართული ადამიანებისგან და შეიქმნას საინფორმაციო ხმაური, სწორედ ამისკენ არის მიმართული, მაგრამ როდესაც არის კეთება მიღებული იქნება რაიმე აქტი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ქართული ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს ვალდებულებაც კი არის, რომ ასეთ აქტების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლოს და კიდევ ერთხელ დიპსტეიტს შეახსენოს თუ რა არის რეალობა, რომ არავითარი დემოკრატიული უკუსვლა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში